უნდა მიადო. ხო. ხანდახან ყველას უყებს, მაგრამ არა უშავს. ესეთი რა მექინა ხავს? ის ხორცის მაღაზია, ყველის მაღაზია, დეილი, ორი ნაბიჯი. ეს ხე არ ვიცი როგორ გამოიზარდა აქ. ყველაზე საინტერესო ადგილია ბოლო. აი ხავდიოდი და აქ ძაღლმა გაუჩალიჩა. ამ ფასეკა. ჯერ არ მინდა და ვიდეოს დაწყება, მაგრამ მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რომ თბილისის ზუგდიდის და ზუგდიდ თბილისის მარშრუტკა ყილა 25 ლარი და ახლა რახან ბენზინი გაძვირდა, გახდა 30 ლარი. მე მგონია, რომ ის ძალიან დიდი და უკვე ხელშესახები პრობლემაა და ანუ ხელშესახებად ჩანს, რომ ანუ ძალიან მაღალია ინფლაცია. არ ვიცი რის გამოა. ახლა აღმოსავლეთის კონფლიქტს აბრალებენ ბენზინის გაძვირებას, მაგრამ მარტო მაგაზე არ არის რა. ქვეყანაში აშკარად ვერ კონტროლდება ინფლაციის დონე. ბევრი გამიკეთა გრელკა, ანუ გრელკა არის რაღაცა მოწყობილობაში ცხელი წყალი და ანუ მოწყობილობა. ეს აქ ფეხებთან უნდა დაიდოს და ანუ მერე უნდა მიადო ფეხები და არის საუკეთესო გზობა, ნებივრო. ხო. ახლა უნდა გადავიღო და განახებთ როგორ ვატარებ ზუგდიდში დღეებს. ზუგდიდი არის შემოსაყვარელი ქალაქი. მე ვარ წარმოშობით სამეგრელოდან და მთელი ზაფხული მაქვს გატარებული ამ სახლში ზუგდიდში ზაფხულობით და არა მხოლოდ ახლაც არის აღდგომის დღეები და მაგის გამო ვარ ჩამოსული აქ. ძალიან არ ცივა სხვა შორის, ზამთარში ძალიან ცივა ხოლმე, მაგრამ გაათბობა უდნავ ჩარსული გვაქვს და მაინც თბილად მაცვია. იმიტომ რომ აქ ნესტი გროვდება და სიცივა ხოლმე სახლში უფრო ცივა ვიდრე გარეთ. განახებთ მოკლედ ახლა დაიწყო დღე 12:30-ია. ომზე გამოვიდა და იდეალურია. მოდი ანა. აი ესაა ჩემი ეზო. ხალამაზია ხალხნო, აი აქ მე ვჯდები ხოლმე, ძალიან ლამაზია წიგნის წაკითხვის დროსაც. აი აქ ხის ქვეშ, იმიტომ რომ არ ჩრდილი არ წარაფერი და კომფორტული ნაწილია. ჯესი, ესე ჯესი ძაღლი ყავს აგერ. ჩვენ ტერიტორიას უვლის. ხანდახან ყველას უყებს, მაგრამ არა უშავს. ეპატიება. ჩვენ ახლა მივდივართ კვარაბიაში, საჭმელების მაღაზია, სადაც იყიდება ძალიან გემრიელი საცხობია და იყიდება კაი მაგარი ლობიანები. ანას ვანიშნებ, რომ მეთქი ეს მხარეც რომ დააპრეზენტიროთ ხო, ანუ ის იყო ლეღვის ხე და მგონი აღარ არის და ძალიან მიყვარდა და აწი ლიმნები დარჩა და ძალიან კაი ლიმონი არის ხოლმე სხვა შორის აქ. წავედით ხა? ესეთი რა მექინა ხავს? სალამაზია. ახ გამოვედით და ძალიან ახლოს არის კვარაბი ანამ რაც თქვა და მივდივართ მან. კაი მაღაზია ჩვენ სახთან ახლოს არის ძალიან მაგარია. არის ხორცის მაღაზია, ყველის მაღაზია, დეილი, ორი ნაბიჯი, კვარაბია. კიდე სმარტი ცოტა შორსაა, მაგრამ ეგეც ახლოსაა. კი, ანუ მართლა ძალიან ახლოში გვაქვს ყველაფერი და ძალიან კაია. ახალი პურებიც როა ეგეც. პურებს აკეთებენ, აი, თბილისში ეგეთ პურები ლარი და 30 ღირს და აგერს ლარი მარტო ერთი პური. ოღონ გაცილებით უკეთებ. ხო, გაცილებით თან ფუმფულა და თბილი მზადდება სულ და თბილთბილია, როცა გამოიღებენ, მაშინ უყიდულობთ. ეს არის კვარაბია. ყველაზე საყვარელია. ყველაზე ლამაზია მზაში ზუგდიდი, ყველაზე. Back to home. ხო, ეს ეზო არის
საუკეთესო ეზო. ამაზე კარგი ეზო მე არ მინახავს. ზე ჩავიდა. აგერ გარაჟი აქ გარაჟი ცოტა მოსაწესრიგებელია, მაგრამ მაინც შევიდეთ. წამო. გაშინია. ესე იგი აქ მოყრილია რაღაც სხვადასხვა ბოთლები და ესა რაღაც მანქანის და აბაზანის ახლა აქეთ წავიდეთ, კიდე რომ გამოდიხართ, არის ბალახი. ძალიან კარგი ბალახი. ხანდახან ცელავს ხოლმე მამა, ხან ავიწყდება. ეს არის ზაზაჯიქია. და მისი ოდა სახლი. იქ ხარ შევიდეთ. აქ არის ჭა. დასაჭტომია აქ. ეს აქ ხარ ვიცი რა ხდება, ეს მაგიდან არის ვითომ? ეს ჰამაკია ვითომ? არ ვიცი აქ ვინწობა ალბათ თაგვები. კარგი, ეს ხე არ ვიცი როგორ გამოიზარდა აქ. დადგა უბრალოდ ვიცი. ხო. ცოტა მოუწესრიგებელი აქ. კი, ცოტა არა. ხო, ცოტა არა. აუ, აქ შენებლობა. ხათმები მაინც იყვნენ და აუმჯობესებდნენ. მიდი დადექი. ვაუ, აქ ვინ დაწერა ეს? მე არ დამიწერია. ფანები მყავს. ხო, ეს ადგილი წამოდით არის ძალიან საინტერესო. ვაიმე, ძალიან ლამაზია ასევე. აქ არის ბილიკი რა და იდეაში აქ იყო თხილნარი და ცოტა თხილი მოდიოდა ხოლმე და ანუ ბოლოში წამოდით. ძალიან ლამაზია ეს. ყველაზე საინტერესო ადგილია ბოლო. და კიდე არის საინტერესო, კიდე კარებია, ვითომ რაღაც იდუმალობთ მოცულ. ზე გამოვიდა, ცოტა ხანი უნდა შევირგოთ ბზე. ეს გამოიწვია. ეს თხილნარი კარგად ანახე. ნუ ახლა აღარ, იმიტომ რომ თხილს ზოგადად ძალიან ჭირდება მოვა და ზაზა რომელიც დაგყვება. ხო, დაგყვება გვამოწმებს ვითომ. დარაჯია. მაგრამ დარაჯი უნდა იყოს მაინც თავის არის ხალხო ადრე, ანუ ხათამები ინახებოდნენ. მომიცი? ინახებოდნენ, დიახ. იმალებოდნენ უფრო. არა, ვინახავდი, შეიძლება ვერ მოიხარი. და აქ შესულ შეგვიძლია, იცი? მართლა? კი, ჩვენ ტერიტორია ესეც. აქ ამ ხეზე ავდიოდი, მე განახებთ როცა გავაღებ კარებს. ვაიმე, შევედი დუმალ ნაწილში. აი ეს არის. ხე რომელზეც ავდიოდი. აი იქ ავდიოდი. დედა. Oh, მე და მამა ერთად ავდიოდით, თან ორი ადამიანი ერთად ავდიოდით. That's crazy, bro. 11 წლის ვიყავი, აი მასწავლიდა და იმენაში ისგან ცოტას დიდია, ბრავო. და მგონი იქამდე ავდიოდით, აი ხედავ იმას, აი იმას. ბოლო არის ქათმების ასე ვთქვათ, ციხე. იყო ციხე. ჩვენ ბუზებია. ვიღაცა ძაღლი შემოვიდა, დამპალი და ანუ შეჭამა ცოცხლად. წარმოიდგინე. ხო, ცოცხლად შეჭამა, თან ორი ძაღლი, ერთი არ იყო. ორმა ძაღლმა გაუჩალიჩა. ორი. ამ ფასად გაკოდინახავთ. ამ ხევა, ანუ დეილი არის საუკეთესო მე მგონი. ბრავო. ციცოდით მანგოჩი? ბრავო, ძალიან საინტერესო. ვკითხულობ წიგნს თინეთი ნოღაიდელის უაშეთ და ახლა კარგად იკითხება ის ესესიამოვნო და ისეთი რელევანტურია რომ აქ ვკითხულობ. ძალიან მიხარია რომ ეს ასე კარგად იკითხება, მაგრამ თან ის არის რომ ზუგდიდში როცა ვარ, წიგნებს ვკითხულობ, ძალიან სასიამოვნო დეტყობა იმის გამოა რომ აქ არის ძალიან სიწყარე რა და ეგ აურა ძალიან მეხმარება იმაში რომ მეც წყნარად წავიკითხო და ყოველდღიურობა დავიწყო ცოტა ხანი და წიგნის რეალობაში მიმოგზაურა. 10-დან 10 მესამედი უფრო მაქვს წაკითხული და ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია ამ წიგნს. ბებო აკეთებს ბასტურმას, ასე ქვია კერძს. ბერას აკეთებ? ბორში უნდა. ა, ბორს. კაცრავ. გოგო, კაია თუ ბიჭო არ ვიცი.
რა ლამაზია ეს, ხო ძალიან ლამაზია. აი თამაშს დავხო და მიდოთ ესეც ხო. ხო. ოზი დიახ. შენ ბასტომა. მინდა. ზუგდიდელები ხა გიზებოდნენ ზვიადზე და აქ წერია რომ 1993 წელს სამშენებლოში მოღვაწეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. ეს არის ბაბულკი. ხსენი კარგად გონი. რა ღირდა? 5 შანდაბალარი. ალაგასი. ასა ჩავაგდოთ აიღე. მოგეშინი არ გიყვარს. ეს რა არის? მე ხარ დავები. ეს იქნება ჩვენი follow video, იმიტომ რომ ხოლმე მივდივართ თბილისში ბრუნდებით. Yes. და გავუწევთ, რომ დღეს YouTube-ს უყურებთ და გვაქვს ორნაირი ლეისი. ეს არის კლასიკი და ეს რა არის? რატო არის ეს ციცაკითაა გოგო? ხო, ეს არის ტიტაკი და ეს არის ჩვეულებრივად ჩვეულებრივი კლასიკია. და ორივეს გავსინჯავთ და ყველი არა გამრიელია. ამას კარტოფილი აქვს მაგრამ კარტოფილი უბრალოდ. შეიძლება როგორ წერია კლასიკ წერია იმენა. ამას ბაჰარატი. ხო რა. აი, მოდი. ჯერ ერთი ეს გავსინჯოთ ერთად. ხო. მე ეს. ხო, ნახოთ რომ როგორ გენდია. ჯერ ეს ამოიღო. აი, ნო. ახლა ეს კლასიკი. რომელი ჯობია? მე ეს უფრო მომწავა რა. ეს არის მე კლასიკი რა. რა თქმა უნდა, ჩიპსი ეგ არის. მე საყვარელი ჩიპსი რომელია? დორტოზი. ეს არის Nathan Go. უნივერსიტეტში ვყიდულობდი, იქ 3 ლარი ღირდა და აქ ორნები ჩღირდა და ლარი. ფასდაკლებით. ფასდაკლებით, ხო. და ძალიან მანაყრევდა ხოლმე და ძალიან გემრიელი იყო. და ანუ სულ კაი choice-ია რა სამსახურში უცებ. რა მყავს ჩიპსია? გედოს და ჭამო. ენერგიას მოგცემს. აი, ახლა გემშვიდობებით და ჩვენ YouTube-ს უყურებთ. ბაკა. $2 გაიგებია ბუხარსიანზე. ავიდა ბოლომდე. $2.